უკვე მეოთხედ საქართველოს ჩახუტების საერთაშორისო დღეს ჰაგ-დეის აღნიშნავენ. ახალგაზრდები ქუჩაში გამლელებს სითბოს და სიყვარულს უზიარებენ. ეხუტებიან და ცდილობენ ერთი დაუვიწყარი დღე აჩქონ მათ. You lost your favorite toy, it's your favorite toy, the one you've been dreaming of. You need a hug. ამ დღეს თბილისში მხიარული აქცია გაიმართა, რომლის მიზანი ცოტა არ იყოს მოწყენილი და ნაცრისფერი სახეების გამხიარულება იყო. ამბობენ, რომ თუ კი ამ დღეს თქვენთვის უცნობ ადამიანს ჩაიხუტებით, მას მინიმუმ 9 წელი წარმატება გარანტირებული აქვს. ამ ჩახუტებით ჩვენ ადამიანებს სითბოს ვუზიარებთ და პოზიტიურ დღეს ვუქმნით ჩვენ ამით. ამიტომ ვთვლი რომ ძალიან კარგი უნდა იყოს და ესთეტიური, რა თქმა უნდა. მასობრივი მსვლელობაა, იმიტომ რომ კიდევ ერთი 9 საათი უნდა მოვიცადოთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, მაგრამ დღევანდელი დღე მხოლოდ ამ მსვლელობით არ აღინიშნება. ოჯახში შეუძლიათ ადამიანებს საყვარელ ხალხს ჩაეხუტონ. ან შეიქმნა Facebook-ზე ერთი აპლიკაცია, რომელშიც შევიდეთ შესაძლებელია ვირტუალური ჩახუტება. ალბათ სითბოს ვუზიარებთ ერთმანეთს და დიდი ხანია სახდება კვების 13 წელია დავდივარ და სიამოვნებთ რომ ბედნიერი დღე და ველოდები ხომ სულ ამ დღეს, რადგან ხალხს ეხუტები და აგზავნა შენ სითბოს. ან საქართველოს ცივი ქვეყანაა ესე რომ ვთქვათ, ან შავი ხალხი და ესე რომ ვთქვათ და ანუ ჩვენ მე ვათბობთ. ეხუტები და სითბოს ვუზიარებთ და ძალიან სიამოვნებს ეს არანაირი ესტიკა და არაფერი. არაფერი არ გვაღიზიანებს, თავად მე სითბო ვაჩუქოთ. რავი, ძალიან მომხრევ არ ამის, იმიტომ რომ აახლოვებს ხალხს. ყველაზე მთავარი, ანუ პრინციპში გონი ეგ არის, რავი. უცხო ხალხს რო ჩაეხუტო, ხო, იმათ უნდა ჩაეხუტო, მაგისთვის უნდა მოხვიდე წესით, თორე მეგობარს ისედაც ჩაეხუტები, ანუ და რამდენად ხშირად, რაც შეიძლება ხშირად, როგორც მოხდება ესეთი, ანუ ვინც დაგეგმოს, ჩემგან რაც შეიძლება ხშირად გააკეთოს, აბსოლუტურად ესთეტიური არის და არაფერს ცუც მემოში არ ვხედავ. Everybody needs a hug sometimes. I need a hug because the world is not so kind. I need a hug. I'd like to give a hug to you. I need a hug, and I bet that you can use one. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ, როცა უცნობები სიმკვიდროვის ურღვევენ და ჩახუტებას ცდილობენ. შეიძლება ეს იმას დავაბრალოთ, რომ ბევრი ჩვენი თანატოლი საკმაოდ ჩაკეტილია და თავის სამყაროში ცხოვრობს. თავიდან იქიდან დავიწყოთ, რომ დღევანდელ ჩვენ საქართველოს საერთოდ სითბო ჭირდება მართლა. და ანუ მე სიამოვნებას ვიღებ, რომ ხალხს ჩემს სითბოს უნაწილებს. საერთოდ ცივი ადამიანი ვარ და მინდა რომ ყოველს გადაიდოს ეს ჩემი პოზიტივი და მინდა რომ ანუ უფრო მასშტაბურიც იყოს ეს და ყოველდღე არ, მაგრამ ანუ თუ შეერთხელ მაინც ტარდებოდეს. რომ კარგი იქნება თუ ყველა მიიღოს მონაწილეობას და არა მხოლოდ ბავშვები, ანუ უფრო დიდების იქნება რომ მონაწილეობა და კარგი იქნება. წელიწადში ერთხელ ორჯერ საკმარისია, იმიტომ რომ ეს ჩახუტება უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული დღე უნდა იყოს, როცა ერთმანეთს შეხვდებიან ახალგაზრდები, ჩაეხუტებიან და равно раз ситвоз გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. Я вообще-то пришла повидать своих бывших друзей, которые были в прошлом году, но их здесь нет. Но есть много очень других теплых людей, которые обнимают совсем незнакомых для них девочек, мальчиков. И мне очень нравится этот день. Но мне одиноко, обними меня.